სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ ოპიზარის წარჩინებულ სტუდენტებს ახალციხის მერის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. 8 ახალგაზრდას პირად ანგარიშზე 100 ლარი უკვე დაერიცხა. დღეს სტიპენდიანტები გიორგი კოპაძესა და მის მოადგილეს ზაზა თამარაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, სტუდენტებმა სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიიღეს, რაც სხვა ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს. უნივერსიტეტის 6 და ოპიზარის 2 სტუდენტი სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში მიიღებს. გიორგი კოპაძის თქმით, თანხა მხოლოდ იმ სტუდენტებს გადაეცემათ, რომელთა სასწავლებელიც ახალციხის ტერიტორიაზე მდებარეობს და მათი შეფასება მაღალია. ახალციხის მერიამ დააფინანსა უნივერსიტეტის და კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც აარჩიეს აკადემიური მოსწრების მიხედვით და ჩვენ უნივერსიტეტიდან აგვარჩიეს 6 სტუდენტი. სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით ეს არის იმედის სტიმულის მომცემი ყველა სტუდენტისათვის და წარმატებას ვუსურვებ ყველა სტუდენტს, როგორც უნივერსიტეტის, ასევე კოლეჯის სტუდენტებს. 125 ამარ სულთა ხელზე აიღებენ 100 ლარს, იმიტომ რომ ეს ექვემდებარება დაბეგვრას. ესენი ჩვენ მოვთხოვეთ მათ ხელმძღვანელობას, ესე იგი, რომ წარმატებული სტუდენტების სიები მოეწოდებინათ, რომლებიც წარმატებული არიან სწავლაში. მოგვაწოდეს და ამის მიხედვით დავარჩიეთ ეს სტუდენტები.